გარღვევა არ ყოფილა, თუმცა აბუ-დაბიში საუბრები კონსტრუქციული, ზოგის თქმით პოზიტიურიც კი გამოდგა. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლების თანდასწრებით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ითქვა, რომ პრობლემური საკითხები შემცირდა, თუმცა საბოლოოდ არ გადაწყვეტილა. სამხედროებსა და დიპლომატებს შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პარასკევსა და შაბათს გამართული მოლაპარაკებები მეტწილად ტერიტორიულ საკითხებზე ფოკუსირდებოდა. უფრო კონკრეტულად კი დონბასის რეგიონზე, რომელზეც მოსკოვს პრეტენზიები აქვს. უკრაინა კი საკუთარი მიწების დათმობას არ აპირებს. ლიეტუვაში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი მიანიშნა, რომ ამერიკული მხარე გამოსავლის ძიებაშია ჩართული. არსებობს პროგრესი ვაშინგტონისგან უსაფრთხოების გარანტიების ნაწილში, რომელსაც კიევი უკვე დიდი ხანია ითხოვს. არსებობდა ბევრი პრობლემური საკითხი. ახლა ისინი უფრო ნაკლებია და ეს საკმაო ხანია ასია. რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინამ აღარ იარსებოს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით. ესაა მათი მკაფიო მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობენ, რადგან ბრძოლის ველზე ამას ვერ აღწევენ. ჩვენი პოზიცია ნათელია. უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ. აღარ გავიმეორებ ყველა მიცის ამ მხრივ ჩვენი პოზიცია. ჩვენ არ ვიბრძვით სხვა ქვეყნის ტერიტორიებისთვის. რა კითხვა შეიძლება ჩვენთან არსებობდეს? ამერიკელები ცდილობენ იპოვონ კომპრომისი. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ სამხრივ ფორმატშიც. არსებობს პირველი ნაბიჯიც, რომელიც ასეთი კომპრომისის პოვნას უკავშირდება. თუმცა იმისათვის, რომ კომპრომისი არსებობდეს, უნდა არსებობდეს ამავე დროს ყველა მხარის ნება, მათ შორის ამერიკული მხარის. გეტყვით იმასაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ორმხრივი უსაფრთხოებითი გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად. ამის შემდეგ დოკუმენტი ამერიკის კონგრესში და უკრაინის პარლამენტში გაიგზავნება რატიფიკაციისთვის. ლიდერების დონეზე სამხრივ ფორმატში შეხვედრის პერსპექტივები ჯერ ისევ ბუნდოვანია. მანამდე მხარეები კვლავ აბუ-დაბიში უნდა შეხვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების სტივენ ვიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ინფორმაციით შეხვედრა უკვე 1 თებერვალს შედგება. დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში განსახილველია ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის მომავალი, რომლის ორ ქვეყანაზე განაწილების გეგმაც არსებობდა. მკვიდრი საკითხი გადაწყდება რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განაგრძობს. უკიდურესად ცივი ზამთრის პირობებში ასობით საცხოვრებელი სახლი კიევში გათბობის გარეშეა დარჩენილი. ამ წუთას გათბობა არ გვაქვს, მაგრამ თავი კარგად გვიჭირავს. გვაქვს ელექტროენერგია, რაღაცნაირად თავს ვართმევთ ამ ყველაფერს. დაზღვევისთვის გვაქვს გაზის ბალონებიც. იმედი ყოველთვის არსებობს და ყოველთვის უკეთესის იმედით ვცხოვრობთ. აქამდე ხომ ყველა ომი მშვიდობით და მოლაპარაკებით სრულდებოდა. იმედის ქონას აზრი არ აქვს. გეტყვით, რაც უნდა ვქნათ. უნდა ვიბრძოლოთ. დასავლეთის ქვეყნებთან ერთად თუ ცეცხლი შეწყდება, პუტინი გაძლიერდება და მომავალში იმავეს გააკეთებს. ამიტომ მტკიცედ უნდა ვიდგეთ, გადავლახოთ ეს ზამთარი და ყველაფერი საჩვენოდ დაალაგდება. ელექტროენერგია ხშირად გვეთიშება, პატარა ბავშვი მყავს, სარეცხი გვიგროვდება და ბომბვის შემდეგ კი წყალი ხშირად ითიშება, მაგრამ არა უშავს მივაჩვიეთ. ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 1700 დრონით შეუდია. გამოიყენა 1380-ზე მეტი მართვადი რაკეტაც. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ შაბათს რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების შემდეგ კიევში 1600 მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე დარჩა. -10 გრადუსიანი ყინვების ფონზე შეფერხებულია აღდგენითი სამუშაოებიც.